შეთამის ზუგდიდის ახალი მრავალფუნქციური სპორტ კომპლექსი უკვე გახსნილია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხით და სახელმწიფოს თანადაფინანსებით შედგა. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უკვე ფუნქციონირებს რუსთავის და ქუთაისის სპორტული კომპლექსებიც და მალე დასრულდება ახალციხეში ანალოგიური სივრცის მშენებლობა. სპორტული სექტორის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის მორიგი ნაბიჯი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი ამჯერად ზუგდიდში გაიხსნა. პროექტი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. სპორტი არის უნივერსალური ენა, რომლითაც სოფლიო გვიცნობს, ჩვენი ჩემპიონები კი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან, ჩვენი ვალია. ამ უდიდეს პოტენციალს განვითარების ღირსეული პოტენციალი და პირობები შევქმნათ. ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამ თანამედროვე ევროპული დონის სივრცეში ნებისმიერი ასაკის ადამიანს, პროფესიონალ სპორტსმენს თუ მოყვარულს შეიძლება ივარჯიშოს, განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას. ეს ყველაფერი ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს საერთო ჯანსაღი ცხოვრების წესი. დიდი და პატარა საცურაო აუზები, ტრენაჟორებისა და ძალოსნობის დარბაზები, თითოეული დარბაზისა თუ აუზისთვის გამოყოფილი საშყაპე გასახდელები, კაფე და მცირე ზომის მაღაზია. ასე მსუბუქი ავტომობილისა და 3 ავტობუსისთვის გათვალისწინებული საპარკინგო სივრცე. მოკლედ ყველაფერი ის, რაც საქმოსულ ადამიანს საშუალებას მისცემს სრული კომფორტით შეძლოს სპორტული სივრცით სარგებლობა. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. დარწმუნებული ვარო, ასე თანამედროვე სპორტულ კომპლექსშიც აღიზრდებიან განსაკუთრებულად ისეთ ნიჭიერ რეგიონში, როგორც ზუგდიდია, აღიზრდებიან მრავალი ჩემპიონები, რომლებიც პირველ რიგში ასახელებენ თავიანთ ქალაქს, ჩვენ სამშობლოს. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნა. პრემიერის დავალებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ყველა ქალაქში, დაბაში აშენდეს სპორტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე გამოვაცხადებთ შესაბამის ტენდერს დაახლოებით 40 საფეხბურთო და სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ქართულმა სპორტსმენებმა მსოფლიო ასპარეზზე საქართველო უკვე არაერთხელ ასახელეს. ამ პოტენციალისა და წარმატების შესანარჩუნებლად კი საქართველოს ხელისუფლება არაერთ ნაბიჯს დგამს. ამ მხრივ ახლა მთავარი მიზანი სპორტით მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და მათი ხელშეწყობაა. ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ზუგდიდში ამ შთამბეჭდავი კომპლექსის გახსნას ვზეიმობ. აზიის განვითარების ბანკს ძალიან უყვარს საქართველოს დიდი და პატარა ქალაქების მხარდაჭერა, რათა მდგრადი და ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ეს ერთ-ერთი პროექტია, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობით განხორციელდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ჯამურად 27 მილიონ ლარამდე მოხმარდება. საქართველოს სპორტი პრიორიტეტია. ჩვენ ქართველი სპორტსმენები ძალიან ბევრ წარმატებას აღწევენ საერთაშორისო ასპარეზზე, რაც მნიშვნელოვანი არის და ზუსტად ეს განაპირობებს, რომ საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში იხსნება ახალი სპორტული დარბაზები. სპორტული კომპლექსი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურმა ფონდმა ააშენა. პროექტ საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის სპორტული კომპლექსები. სულ მალე ახალი სპორტული სივრცის მშენებლობა ახალციხეშიც დასრულდება.